ამბობენ, რომ წიგნებთან ანგნებავთ ზოგადად ლიტერატურასთან ურთიერთობა ინტელექტის ასამაღლებლად ძალიან სასარგებლოა. მოკლედ თუ ნაკითხი ხართ, ეს ნამდვილად მოგცემთ იმის შანსს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისას რაც შეიძლება მეტი ქულები ჩაიწეროთ. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა, რამდენად ხშირად აქვთ ურთიერთობა წიგნებთან ცნობილ ადამიანებს, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს და რა ადგილი უკავია წიგნიერ განათლებას მათ დღის წესრიგში. ცნობილ ადამიანებს უმეტესად ზუსტად ახსოვთ, ან ძალიან ცდილობენ გაიხსენონ, რომელი წიგნი წაიკითხეს პირველად. ანუ როდის და როგორ დაიწყო მათთან ლიტერატურულ საგანმანათლებლო დროისათვლა. მათვე ძალიან ნაცნობი არჩევანი ჰქონდათ. საბჭოეთის დროს პროპაგანდით განებივრებული ბიძია თომას ქოხი, რომელსაც ბევრი პროტესტის გამო არ კითხულობდა და მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი. თუმცა იყო კიდევ რამდენიმე წიგნი, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდათ და სავარაუდოდ დიდი ყურადღებით გადაიკითხეს. ვერ ვიხსენებ, რა წავიკითხე პირველად. ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ იყო ბიძია თომას ქოხი. ვიტყვი იმას, რომ სახლში ჰქონდა ძალიან დიდი ლიტერატურა და ვკითხულობდი, იყო პერიოდი, როცა ვკითხულობდი ძალიან ბევრს. პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ეს იყო ძიუმას სამი მუშკეტერი. ეს არის ეს წიგნი, გულივერის თავგადასავალი, ანუ პუტიშესტვია ლემიუელა გულივერა. ეს იყო რაც ჩემით წავიკითხე პირველად, იმიტომ რომ მანამდე ძირითადად მეკითხავდნენ ხოლმე ეს იყო კალსონი, ჩემი საყვარელი ნაწარმოები, პეპი იყო, ასევე გრიმების ზღაპრები, ანდერსენის ზღაპრები. თუმცა ანდერსენისაც ჩემი კითხულობდი, მაგრამ ეს წავიკითხე მეორე კლასში და ეს დაემთხვა имас, რომ რუსულ სკოლაში, პირველი 3 წელი ვსწავლდი რუსულ სკოლაში, Мачукес. За хорошую учебу и прилежное поведение награждается книгой. და ეგრევე წავიკითხე. ანდერსენი, ძმები გრიმები, ყველაფერი ავითვისეთ დედის დახმარებით. და მე ჩემი წავიკითხე ტომ სოიერი, დავიწყე ქართულად და მე ნელ-ნელა რუსულად დავამთავრე მახსოვს. ნუ წარუშლელის თაბეჭილება მოახდინა ბეკის კაბამ, ლენტებით და ბანტიკებით და რაღაცებით და გამოქვაბულში რაც ხდებოდა და კიდე მეორე ან პარალელურად იყო ბიძია თომას ქოხი, რომელზეც განვიცადა ძალიან ბევრი. შოუ-ბიზნესისა თუ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლებს პირველისგან განსხვავებით ზუსტად ახსოვთ, რომელი წიგნი წაიკითხეს ბოლოს. ახსოვთ შინაარსიც, პერსონაჟების და მათთვის საინტერესო ეპიზოდებიც. რაც შეეხება საზეპიროებს, ეს მათ უკვე აღარ მოეთხოვებათ. ბოლოს და ბოლოს ისინი სასკოლო ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდნენ. ახლა ვკითხულობ ახალ აღთმას და ფსალმუნებს, სახარებასან. ეხლა გადავიკითხე ჰესეს სიკხართხა. ბოლო წიგნი რაც წავიკითხე მხატვრული, მიუხედავად იმისა, რომ დრო საერთოდ არ რჩება, მხატვრულის წასაკითხად, იყო ჩეხოვის მოთხრობები. ბევრი ამ მოთხრობებიდან იყო ის, რაც უკვე წაკითხული მქონდა, ხელმეორედ გადავიკითხე და ბევრი იყო, რაც ახალი იყო. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა ვითარებაში ახერხებენ ისინი ლიტერატურასთან ურთიერთობას, ამ მხრივ პასუხები ნამდვილად განსხვავებულია. მოკლედ უმეტესობა წიგნებთან ურთიერთობას ადვილად ახერხებს როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში და თქვენ წარმოიდგინეთ ხანმოკლე შესვენებების დროსაც. წიგნის გარეშე ვერ ვიძინებ. და აი რომ ნახე ტელევიზორს უყურე და დავიღალე და დავიძინე, არ მოქმედებს ეგ რა, თუ არ წავიკითხე ვერ ვიძინებ ისე და ამიტომ ძილის წინ მკითხულობ ძირითადად. დასასვენებლად რო ვარ და არ დაეგები მაქვს, ესე ვთქვათ, სულ მკითხულობ მთელი დღე და შეიძლება გადავაბად აგარაკზე და ხანდახან მიყვარს რომ თუ თავისუფალ დრო მაქვს ჩაბჯდე და დღისითაც დავიკითხო. ძირითადად ძილის წინ ხდება. და აქ მოხდა წიგნი, რომელსაც ხანდახან მკითხულობ ხოლმე. ეს წიგნები არის ახლა არის This Wonderful Wizard of Oz. ნებისმიერ შეგვიძლია რამე ჩანიშნება გააკეთოს და ყველაფერი. მაგრამ მარტო ეს წიგნი არ არის. კიდე არის აქ უკანასკნელი მოჰიკანის და აი აქ არის ჩასადები, რომელიც იყიდება ხოლმე ეგ სპეციალური ელექტრონული წიგნები და აქ ჩადებ და შეყოლ შესაბამისად. აი მას ხშირად ვკითხულობ ხოლმე ესე თავისუფალ დროს, რახან თამაშები არ მიყვარს და გართობები. ამიტომ უცებ თქვა რაღაც პაუზა გამომიჩნდება, გავშლი და რაღაც თუ რამე წიგნი და შეგით იმას წავიკითხავ. ან და კიდე თქვა რომელიც არის დაინსტალირებული იმას და ძალიან მოსახერხებელი და სწრაფად იკითხება ძალიან.
თბილისში რამდენიმე წიგნის სახლი და არც თუ ბევრი ლიტერატურული ტიპის კაფე არსებობს. ამავე სახლებსა და კაფეებში კვირაში როგორც მინიმუმ ერთი ახალი წიგნის პრეზენტაცია მაინც იმართება. ამავე პრეზენტაციაზე შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს იშვიათად შეხვდებით. შესაძლოა იმის გამო, რომ ისინი სტუდიური სამუშაოებით, რეპეტიციებით, ან სულაც კლიპის გადაღებით არიან დაკავებულნი. მოკლედ საქმიანი მოუცლელობა მათთვის ჩვეული მდგომარეობაა. სამწუხაროდ ესეთ შეკრებებზე მე ხშირად ვერ დავდივარ, იმიტომ რომ ძალიან დროში ესე იგი ვიწვევი, მაგრამ ძალიან მომწონს ლიტერატურული კაფე, იმიტომ რომ ხშირად მივდივარ ხოლმე იქ და საკმაოდ კარგი არჩევანიც არის და იქ ხშირად ვიძენ წიგნებს. მე ვერ წავიტრაბახებ მაგით, რომ ხშირად დავდივარ ასეთ ღონისძიებებზე, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. მე არ დავდივარ ხოლმე პრეზენტაციებზე, იმიტომ რომ ჩემი ინტერესთა სფერო არის, რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მე ვარ სოფლიო ლიტერატურის მოყვარული და უფრო თან რუსულენოვანად კითხულობდი ხოლმე ყოველთვის და მით ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ ის რომ ეხლა მხატვრული ლიტერატურის აბცალია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება წიგნებზე და რამდენად ხშირად ახერხებენ ცნობილი ადამიანები ამავე ბიუჯეტიდან ნებით გაიღონ გარკვეული თანხა ლიტერატურული განათლებისთვის. რამდენად მოულოდნელიც უნდა იყოს შოუ ბიზნესისა თუ ხელოვნების წარმომადგენლები ნამდვილად არ ზოგავენ თანხას იმისთვის, რომ განათლებულად გამოიყურებოდნენ. ბოლოს და ბოლოს ეს მათი მყარი იმიჯის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. საზოგადოებას ხომ ძალიან უყვარს ნაკითხი კერპები. თვის ბიუჯეტი ეგეთი არ არსებობს ჯერჯერობით ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაცა შოუ ბიზნესი იმდენად ჩააკვდა თუ ჩაიძირა თუ რავი რა მოუვიდა არ ვიცი, არც არასდროს იყო ისე რომ რაღაცა შენი თავი შეგენახა, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ძალიან ისეთი პერიოდია და ესე რომ თვის ბიუჯეტი და ესეთი რაღაც არ არსებობს, როცა კი მაქვს შესაძლებლობა და ფული, მაშინ მივდივარ და კარგი წიგნისთვის ნამდვილად არ ვიშურებ. მთელი მსოფლიოს ისტორია არის მოცემული აი ამ ერთ წიგნში. ოღონდ როგორ შეგიძლია დაათვალიეროთ ცალკე, ან და კიდე გაშალ და წარმოედგინოთ თუ როგორი იყო მთლიანი ეს ისტორია. აი მთელი ძველი აი პალეონტოლოგიური იქიდან დაწყებული, მე აი უკვე შუა საუკუნეები, აი 308 წელი, აი იმას შვება რა ქვია. 700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე აი ეს არის უკვე რომის იმპერია და აი უკვე იშლება რომის იმპერია და პატარა-პატარა სახელმწიფოები რომ მოდიან. ყველა მთელი ჩინეთის და მთელი მსოფლიოს ისტორია არის ჩატეული რაღაც ფანტასტიკურად მენეჯერულად, მე უკვე თანამედროვე ხდება. აი საშინელი ტიპები აქ არიან. ლენინი, სტალინი, ბრიტანეთის მეფეები, ეს გერმანიის მეფეები. აქ არიან ამერიკის პრეზიდენტები. ეს საფრანგეთის მეფეები, პორტუგალია, აქ სადაც ჩვენი ძმა რუსებიც არიან და ჩინეთი აქ. და მთლიანი ისტორია არის აბსოლუტურად მოცემული აქ. სამწუხაროდ გურჯისტანი არ არის. მართალია წიგნის სახლები თბილისშიც არსებობს, თუმცა საინტერესო ლიტერატურის მოსაძიებლად ცნობილი ადამიანები ხშირად დასავლურ მაღაზიებსაც მიმართავენ. ცხადია საქმიანი თუ შემოქმედებითი ვოიაჟების ან სულაც გასტროლების დროს. მოსკოვი არის ის ადგილი, სადაც მე წიგნის მაღაზიაში ალბათ ტოვებ ყველაფერს, რაც მე თან მაქვს, ფულს გულისხმობ, იმიტომ რომ აი ყველაფერი მინდა ვიყიდო, ბავშვების წიგნებიდან და ენციკლოპედიებიდან დაწყებული, აი ბოლოჯერ მოსკოვში რომ ვიყავი, ჩამოვიტანე ერთი 10-12 წიგნი. საზღვარგარეთ ეხლა რო გითხრა რომ ძალიან დიდი ნაწილი უკავია ჩემ წიგნებსგან, მოგატყუებ, მაგრამ რამოდენიმე, თქვათ, მხატვრის წიგნებიც შემიძენია და საკმაოდ მიყვარს ფერწერა. საზღვარგარეთ უფრო ვყიდულობ კონკრეტულ ლიტერატურას, რაც კონკრეტულად ჩემ პროფესიას შეეხება. საერთოდ ბოლო პერიოდი მხატვრულ ლიტერატურას არ ვყიდულობ და ვყიდულობ სულ პროფესიონალურ ლიტერატურას, მაგრამ შესაბამისად საზღვარგარეთ რო დავდივარ ხოლმე. და იქ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული წილი ბიუჯეტის ხანდახან ყოფილა რომ 50%-იც. ხანდახან 20-25%, ანუ როგორც წესი თითო შვებულებიდან თუ მივლინებიდან მომაქვს მინიმუმ 5-დან 10 წიგნამდე და როგორც წესი მაგისთვის სხვა ჩანთა არის ხოლმე და ეხლა ბოლოჯერ როცა ვიყავ ამერიკაში წასული, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა მათხოვა დიდი სამხედრო ჩანთა, უფროსები არიან ისინი, ხანშესული ხალხი არიან, რომელიც მამამის თუმე ვიეტნამის ომში გამოუყენებია.
იმიტომ რომ წიგნებს ვერ სადვერტებდი და 15 წიგნი მოვქონდა და ვიეტნამურ საომარ ამერიკის US Army-ს ჩანთით ჩამოვიტანე წიგნები. თბილისის წიგნის მაღაზიების თაროებზე დღეს კრიზისი ნამდვილად აღარ არის. მოკლედ თუ კითხვა გიყვართ, თავისუფლად შეგიძლიათ ამავე თაროებზე, არა მხოლოდ თანამედროვე ქართველი ავტორების ახალი წიგნები აღმოაჩინოთ, არამედ საინტერესო თარგმანებიც იპოვოთ. თავარია მოიცალოთ, რადგან კითხვა ძალიან სასარგებლოა განსაკუთრებით კი შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მიყვარს თომას მანი, მიყვარს მისი ადრეული ნაწარმოებებიც და ის ნაწარმოებებიც, რომელმაც წარმატება და პოპულარობა და აღიარება მოუტანა მსოფლიოში. ეს არის გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი და შექსპირის სონეტები. ყველაზე მაგარ მწერლად მიმაჩნია ჰერმან ჰესე თავისი ენიდან გამომდინარე და თავისი წიგნებიდან გამომდინარე, მაგრამ მყავს საყვარელი ავტორები, ბავშვობიდან მოყოლილი რეი ბრედბერი მიყვარს. ნუ ახლა სამაგიდო წიგნად მაქვს პავიჩი, კუნდერა